მოდის გავრეცხოთ კვერცხი. მოხმარების წინ თუ წინასწარ. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. კვერცხის საფუძვლიანი და სწორი გარეცხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ჩვენ სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან. როდესაც კვერცხი ირეცხება, გარდა იმისა, რომ მას გარედან სცილდება სხვადასხვა დაბინძურება და შესაძლებელია მოსცილდეს ასევე პათოგენური მიკროორგანიზმები, ამასთან ერთად კარი იღება, ასე ვთქვათ, ბაქტერიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ნაჭუჭის შიგნით შეღწევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კვერცხი გავრეცხოთ გამოყენებამდე და თუ მაინც და მაინც გსურს გარეცხილი კვერცხის დიდ შენახვა მაცივარში, არ შევინახოთ ერთ დღეზე მეთხანს, რადგან არ დაბინძურდეს ჩვენი გარეცხილი კვერცხი ხელმეორედ. ხოლო გარეცხილი კვერცხი და ზოგადად ნებისმიერი კვერცხი არ შევინახოთ მაცივრის კარების თაროში, შევინახოთ ყველაზე ღრმა ადგილზე, სადაც ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგი ტემპერატურა არის მალფუჭებადი პროდუქტებისთვის. მეტი ასეთი ვიდეოსთვის გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, ჰასპის სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლების ტრენინგისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.